არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის ინფორმაციით გაეროს ბავშვთა კომიტეტმა შეაჩერა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზეც ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ბენეფიციარების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ითხოვდა. როგორც ორგანიზაციაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ თქვა, კომიტეტს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბენეფიციარის სახელით მიმართეს და სასამართლოს განჩინების აღსრულების შეჩერება მოითხოვეს. პატარაიას თქმით, გაეროს გადაწყვეტილება პრეცედენტულია და მის საფუძველზე სასამართლოს აღსრულების მოთხოვნა სხვა ორგანიზაციების ბენეფიციარებსაც შეუძლია. მისივე განმარტებით, ქართულ პრაქტიკაში არ არსებობს შემთხვევა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს გაეროს კომიტეტებისა თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არ გაეთვალისწინებინა. გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტმა განიხილა რა ერთ-ერთი საქმე ჩვენი ბენეფიციარისა არასრულწლოვანისა მოუწოდა საქართველოს, რომ არ გაასაჯაროოს, არ გამოითხოვოს და არ გადასცეს ბავშვის შესახებ ინფორმაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ გაეროს კომიტეტმა შეაჩერა სასამართლო ბრძანების აღსრულება საქართველოში. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. ამ გადაწყვეტილების შესრულებით უკვე საქართველოში დაცული არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა ბავშვის უფლება და რაც მთავარია, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოვახერხეთ დაგვეცვა ჩვენი ბენეფიციარების, ბავშვების და ქალების უფლებები. ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება და ის გავრცელდება ყველა მსგავს შემთხვევაზე და საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 ივნისის გადაწყვეტილებით არასამთავრობო ორგანიზაციებს დაევალათ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცენ დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ბოლო 17 თვის განმავლობაში. მათ შორის ანტიკორუფციულმა მოითხოვა ორგანიზაციის ბენეფიციარების პერსონალური განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციები. საფარის შემთხვევაში ეს ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების პირად ინფორმაციასაც შეეხო.